გამარჯობა, უკვე დიდი ხანია ჩემს YouTube არხზე ვეღარ ვაახლებ ვიდეოებს, თუმცა იმდენი რამე მოხდა უკრაინაში, რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპიზოდით დაგიბრუნდით. ძალიან ბევრი მithმა-მოთქმა იყო სირსკი, ფიოდოროვი, ზელენსკის გადაწყვეტილებები, ბევრი მოვისმინეთ ამის შესახებ, თუმცა მე პირადად არ შემხვედრია ჯერჯერობით ფრონტიდან ჯარისკაცების პოზიცია. შესაბამისად, ახლა ვფიქრობ ეს ყველაზე საინტერესოა და მინდა შემოგთავაზოთ რატი ბურდულის ინტერვიუ ქართველი ჯარისკაცის, რომელიც ომის დაწყების დღიდან იქ არის და ის თავის პოზიციას გაგვიზიარებს და ასევე იმ მებრძოლების ვისთანაც ის არის. შეიძლება ეს არ იყოს მთელი შეიარაღებული ძალების პოზიცია, თუმცა ნამდვილად იქნება ჯარისკაცების ნაწილის პოზიცია, შესაბამისად ვფიქრობ საინტერესო იქნება. თქვენს მოთმინებას აღარ გამოვწდი, უბრალოდ გთხოვთ რომ არ გააუქმოთ არხის გამოწერა, პირიქით თუ პირველად უყურებთ არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. ახლა კი შემოვიყვან რატი გამარჯობა. მადლობა რომ ასეთ დრო გამონახე და არხის მაყურებელს დაელაპარაკები, გააცნობ სიტუაციას და ჯარისკაცების მოსაზრებას იმაზე თუ რაც მოხდა. ახალი მთავარსარდლის შეფასება ბოლოსთვის დავიტოვოთ. ახლა მითხარი ზოგადად როგორ ფიქრობ, რას ფიქრობთ შენ კონკრეტულად და ჯარისკაცების შენს გარშემო იმ ყველაფერზე რაც მოხდა, როგორც შინაარსზე, ასევე ფორმაზე, რა ფორმითაც ეს დაპირისპირება მიმდინარეობდა. მოგესალმები სეხნია ბატონო, მივესალმები შენს მაყურებელს. და ბევრი დრო არ დავყაროთ. ძალიან კარგია რომ მოხდა, მაგრამ რა ფორმითაც მოხდა, ჩემი აზრით იყო ძალიან სამარცხვინო, რომ ასე ვთქვათ, სამხედრო მეთაურობის ცვლილება ხდება ქუჩაში პროტესტები. მაგრამ სამწუხარო რეალობა უკრაინაში ის არის, რომ სხვანაირად ფიზიკურად არ მოხდებოდა. დაპირისპირება, სირსკის დაპირისპირება აქვს ყველასთან და ყველაფერსთან. სამწუხაროდ ცხოვრებაში არ შევხვედი რომ, მაგრამ მეც დაპირისპირება მაქვს სირსკისთან და რა ვისაც ვთქვი, ყველას დაპირისპირება აქვს სირსკისთან. შესაბამისად, არაფერი ახალი იმაში არ არის, რომ ფედოროვს ვერ შეეწყო. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი მიზეზი ამისი არის, რომ აქამდე თავდაცვის მინისტრი იყო კლერკი. თავდაცვის მინისტრი იყო ადამიანი, რომელსაც სირსკი ჩაუგდებდა, რომ 1000 ჭანჭიტი მინდა და 2000 რაკეტა და ის მერე დარბოდა ევროპაში და მოქონდა. ფედოროვმა შედარებით სადავო თავის საქმე ეკეთებინა. ეგ ყველა მიუღებელია სისხლის მენტალობაში, რომ ვიღაცამ კითხვა დაუსვას, აი რატო ეს რაკეტა და რატო არა ის რაკეტა. ხო და ამაზეც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი რაც დაეტაკლენ ჩემი ინფორმაციით ეგ არის. გარდა ამისა, უნდა შევხედოთ ერთ რამეს, რომ სირსკი არის ამაში რო ის არის საბჭოთა მაიორი რო ეს მახარაშვილი რო ეუბნება, გამოდი მეჭიდავეო. აი რა ვიცი, სირსკი რო ჩავსვა ფოტოშოპით მარითად და სცენა არ შეიცვლება საერთოდ. ზუსტად აი ეს 47 წლის, 1944 წლის კრასნი კამანდი რო წარმოვიდგენია, აი ეს ტიპი არის სირსკი რა. რავი, აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სირსკი და შოიგუ რო ერთ დღეს შეცვალო, არაფერი არ შეიცვალა ფრონტის ხაზზე. ანუ აი ზუსტად იგივე არის რეალურად რა. და სამწუხაროდ თანამედროვე ომი ძალიან სხვანაირი რამე, რაც საბჭოთა სკოლას მაინც და მაინც არ უდგება და რუსები ამას ყოველდღე წარეთ სწავლობენ და სირსკი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შეიარაღებულ ძალებში დიდი პატივისცემით არ სარგებლობს. იქამდე იყო ზალუჟნი არ უფრო შეებებით ფაბიუსისეული, ესე რომ ფეიბიენ კომანდერ რასაც ქვია, მაინც და მაინც დამტყველი შემტევი და ასე ვთქვათ ამბიციური არ იყო უფრო შეკავება. სირსკი არის ზაროდინუ ზასტალინა 3000 წელს გავარდა წავიდა წინ, ანუ ძალიან ისეთია, ტყუილად არ ეძახიან მას ყასაბს. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მის მიერ მიღებული გაწყვეტილებების გამო. რა თქმა უნდა, ახლა არ არის ადვილი საქმე. და ასე განსჯა ადამიანების, ჩემი აზრით, მათ შორის განსაკუთრებით ექსპერტების, რომლებიც მასე რა ქვია, საერთოდ სამკვლელობები არიან, ჩემი აზრით არ არის სწორი, მაგრამ იყო ბევრი ისეთი ბლანდერი გაკეთებული, რაცაც აი აცხია ცალსახად საბჭოთა ეს გასაგებია, მაგრამ სირსკის სახელს უკავშირდება კიევის დაცვა ომის პირველ დღეებში, მერე ხარკივი, მერე კონჩეტევები. მესმის რომ შესაძლოა მისი მიდგომები არ იყოს თანამედროვე, თუმცა ფაქტია, ხო რომ ეფექტური იყო ამ მხრივ.
ასევე ადამიანს, რომელსაც 20 კილოს დაკლება უნდა, შეუძლია დიეტაზე და შეუძლია ფეხი მოიკრას. არ არის აუცილებელი, რომ ფეხით მოკრეთ დაიკლო 20 კილოს. სხვა უფრო ოპტიმალური ვარიანტებიც არსებობს. მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებზე, და არა იმაზე, რა ქვია, მასირებულ შეტევებზე და ადამიანების ექსითვე პოზიციაზე ჯდომაზე, რომ გაგიჟდნენ და ჩვიდან ადავიდნენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება, მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ მისი შექმნილი ეს კორპუსების სისტემა. ერთადერთი კორპუსი არსებობს, ეს არის მესამე საარმე კორპუსი. სხვა არც ერთი ქვედანაყოფი არ ვიცი, რომელიც კორპუსად გადაეწყო. და ისიც ისედაც თავისი სასწორ კლანი იყო ეს მესამე, სრულიად ავტონომიური და რაღაცა წაიშალეს, რაც ერქვა, დაერქვეს კორპუსი. ჩინიდან რა ხდება? მე ნამსახურები ვარ, მანდ და ვიცი ძალიან კარგად. და რაღაცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ მესამე საარმიო კორპუსი, მაგალითად, ამერიკის სამხედრო ქვეითების, საზღვაო ქვეითების კორპუსის მაგალითი არის ორგანიზებული რამე ეგეთი. ძალიან ბევრი ნიუანსია მანდ რა. ფედოროვი არის ახალი სისხლი. ფედოროვი არის ახალი სისხლი, რომელსაც მოდი სანამ ფედოროვზე გადავალთ, ვეცადოთ რომ სისხლი ნაწილობრივ ამოწევთ, რამდენიმე კითხვა კიდე მაქვს და ბარემ ვეცადოთ რომ ამებსაც გავსვათ პასუხი. შენ სახსენე რაკეტები, ჭურვები და მედიაშიც გამოჟონმა ესეთმა ინფორმაცია, რომ პირობითად სისხლი ითხოვდა 15 კილომეტრის რადიუსის ჭურვებს, მას აწვდნენ 30 კილომეტრის რადიუსის ჭურვებს. იდეაში ის, ვინც უშუალოდ ფრონტზია, ბრძოლის ხაზია, ჯარისკაცებთან შეხება აქვს, ანუ ამ შემთხვევაში სისხლის გულისხმობ, უკეთ არ უნდა იცოდეს 15 კილომეტრზე მოქმედი ჭირდება ჭურვი თუ 30 კილომეტრზე. ანუ აი ეს დეტალები რომ ითხრა, პირობითად ვიძახია, თუ კი მართლა ითხოვდა 15 კილომეტრს ეს კაცი და თავდაცვა 30 კილომეტრს აძლევდა, რაში უნდა გამოიყენებინა, ხო? თუ აი რა ხდებოდა ამ მიმართულებით? კარგი, მოდით მაშინ ჩაუღრმავდეთ მაგ ყველაფრის უფრო უხილავ მხარეს. სირსკის, ასე ვთქვათ, ხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს მულტიმილიარდიანი უკრაინული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც აწარმოებს ასევე, რომელსაც შემოაქვს და ეკიპირება ინვენტარი, ჭურვები, ყველაფერი. ხო? ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ სირსკი ითხოვდა სპეციალურად ისეთ ეკიპირებას, რომელიც ამ თავის მაბიჭებს კარგ ფულს გააკეთებინებდა. რანაირად ეს მართალია, მაგრამ მე თავს ვერ დავდებ ნამდვილად, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ამას. და ფედოროვის მიდგომა იყო, რომ უკეთესი შეგვიძლია უფრო, მაგრამ საზღვარგარეთიდან და არა სირსკის მაბიჭებისგან. ეს შიდა დაპირისპირება მაგის მხრივ შესაძლოა იყოს ფაქტორი, შესაძლოა იყოს უბრალოდ ვიღაცების კონსპირაციული თეორია, მაგრამ 4.5 წელია უკრაინაში ვარ და როცა საქმე ფულს ეხება, ძალიან ცოტა რამეა კონსპირაცია და სიმართლე გითხრა, ძალიან ბევრი რამე საბოლოოდ მაგას დადის, სამწუხაროდ განსაკუთრებით ომიანობის პერიოდში. ამიტომ ну ხა შეავშთებით რომ მე მაინც და მაინც სისხლის დიდი მოყვარული ადამიანი არ ვარ. მაგრამ რავი, ჩემი რა როგორც ვთქვა, ჩემი როგორც ერთი შტურმავიკის პოზიცია არის ის, რომ რავი, ძალიან დიდი სიამოვნებით ერთ-ერთი მოთხოვნა მაქვს, რომ მინდა ჩემი უმაღლესი, ასე ვთქვათ, თავარსარდალი იყოს ადამიანი, ვისაც ლენინზე სიმღერები არ აქვს ნამღერი. ანუ აი ვიღაცა შედარებით ამ საუკუნეში, რომელიც საბჭოთა რაღაცა ჭაობის რა გადმონაშთი არ არის. და ეგეთი ცოტა არ არის უკრაინაში. საკმაოდ ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, თუნდაც ბუდანოვი, თუნდაც ეს დანიშნეს ახალი, რომელიც 20 წლის იყო თუ რაღაცა ლეიტენანტი 2014-ში მაგან დაიწყო ეს ომი. და ანუ ამაში არის გამოზრდილი და არ არის რაღაცა საბჭოთა კლანის ნაწილი, ხო? შესაბამისად ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, მებრძოლებს, მეთაურებსაც ასევე უშუალოდ საფრონტო მეთაურებს და არა გენშტაბს კიევში, ხო? ყველას უნდა ცვლილება ასიმეტრიული ომი და არა რუსეთის თამაში მხოლოდ გამოფიტვაზე. იმიტომ რომ 150 მილიონიანი რუსეთის გამოფიტვა არ არის ეგეთი ადვილი საქმე, როცა მოსახლეობის 1/3 ყავს იმაზე შედარებით. და მას შეუძლია რომ აბსოლუტურად ყველა სემიწის დამყიდველი ბებია გამოსამოს ფრონტზე. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამბობენ, რომ უთანხმოება იყო, ეს არის მობილობის გამარტივება. ანუ რამდენადაც ვიცი, ფედოროვმა უფრო გაამარტივა ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ჯარისკაცების მიგრაცია. მე აქაც როგორი კითხვა მაქვს, იცი?
პირობითად ვიძახი სადღაც კრამატორსკის მიმართულებაზე სირსკი თვლის რომ ჭირდება რაღაცა 500 ადამიანი, მაგრამ იმ მიმართულებაზე ცუდი მეთაურია და ამიტომ ჯარისკაცებს უნდათ გადავიდნენ, არ ვიცი, კონსტანტინოვკის მიმართულებაზე და ყველა გადადის აქ. მე იმას იქ ზურგი ხო ანუ უცარიელდება არა ეს ხალხი. ანუ ეს როგორ უნდა იყოს დალაგებული და რამდენად სიმართლეა საერთოდ რომ ამაზეც იყო დაპირისპირება. მაშინ ერთმეთაური უნდა გამოიცვალოს და არ უნდა იყოს თავარი ამოსავალი წერტილი, მაგრამ მეთაურის ბიძა ვინ არის ვერ ხოვნა რადაში. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ უკრაინას არ გამოუწია სისხლიანი 9 წელი და შესაბამისად ნეპოტიზმი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დაღი, რაც ასვია კულტურასაც, ჯარსაც, აბსოლუტურად ყველაფერს. შესაბამისად ასე ვთქვათ, accountability რაც არის, რომ აი ადამიანები, რომლებიც არიან არაკომპეტენტურები, ადამიანები, რომლებიც არიან, ისინი არ უნდა იყვნენ სამეთაურო როლში და თუ არიან ჯარისკაცებისთვის, რა ქვია, მონაყოფის გამოცვლის დაბლოკვას, ჯობია ის ერთი მეთაური გამოცვალო, ვიღაცა ამ საუკუნიდან მოიყვანო, ვინც მაგალითად რეალურად ნაუმარი მაინც არის. და არა მხოლოდ კათედრა აქვს გავლილი 40 დღე სადაც სამოქალაქო უნივერსიტეტში წოდება მიიღო და ეხლა გააქტიურეს. ხო, რომ რეალურად ჯარისკაცებს ჰქონდეთ იმედი, რომ მისი მეთაური არის კომპეტენტური. მე მოვუყები ხა ჩემ პირად გამოცდილებას ჩასივიარში, როცა მომიწია ზესეუსთან მუშაობა და მათი მეთაური იყო ხმა რადიოზე. ტიპი, რომელიც ხმას ესმოდათ რაციაზე. რავი, chat GPT შეიძლება ყოფილიყო ამ კაცმა თვალით არყავთ ნანახი, ვინ ელაპარაკება და ვინ ნაგდება ბრძანებებს. ხა ეგეთი მეთაური, რავი, შეიძლება ძალიან დიდი კულტურული სხვაობაა. მე ხა აკადემიაში რო ვსწავლობდი, სხვანაირად ვასწავლეს, როგორ უნდა იყოს მაგალითად საველე მეთაური, როგორ უნდა იყოს ჯართან, უნდა მაგალითი აჩვენოა და ასე შემდეგ. და არა 50 კილომეტრის ზურგში თვალით არყავთ ნანახი არავის და რაღაცა ეკრანს უყურე და ბრძანებებს აძლევდა. არ ქვენაყოფები სადაც ყავთ ძალიან კარგი ოფიცრები, ახალგაზრდები, არ ქვენაყოფები სადაც ოფიცერი თვალით არყავთ ნანახი. შეიძლება უბრალოდ დიდი არმიის სცენია, ხო, მილიონიან არმიაზე საუბარი. საქართველოში შედარებით მარტივია ერთი რაღაცების მანევრირება, რომ პატარა შკალა პრობლემა, განსაკუთრებით ოფიცერთა კორპუსის მხრივ არის დიდი პრობლემა და NCO კორი რაც არის, ანუ აი სერჟანტების არ არსებობს, ანუ საერთოდ კონცეპტუალად არ არსებობს. სერჟანტი არის ჯარისკაცი, რომელმაც სხვებთან შედარებით დიდხანს იმსახურა. ანუ ეგ არის სერჟანტი. რამე კვალიფიკაცია რო ქონდეს სერჟანტს, მე სერჟანტი არ მინახავს. სერჟანტი გახდა იმიტომ, რომ 4 მისია გაიარო, 4 დეპლოიმენტი და არ მოკვდა. შესაბამისად დროში მოუწია და გახდა სერჟანტი. ეხლა ის მერე ამიცი მას შეუულია ასე ვთქვათ, troop leader-ი იყოს თუ არ იყოს, ეგ არის ინდივიდუალურად რამდენად ესე რა ქვია, დარტყმელი პურუჭამელი ბიჭია და ეხლა ეგ არ არის სერჟანტი და სერჟანტი არის ხერხემალი ჯარის. ხო, ოფიცერი სულ არ იყოს, სერჟანტს უნდა შეეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის მართვა. და ხა ეგეთი სერჟანტები ფიზიკურად არ არის. და ნუ ამ ყველაფერს ხა ფედოროვის და მისნაირად მენტალობით ასე თუ შედარებით თანამედროვე ადამიანების თავარი მიდგომა იყო ეგ, რომ რეორგანიზაცია bottoms up თავიდან ბოლომდე, რომ შედარებით უფრო ვესტერნიზება და მოდერნიზება მომხდარიყო და ეგ რომ მოხდეს ძალიან ბევრი სირსტისნაიერი და სისტის თაობის განსაკუთრებით და მაგ მენტალობის ხალხი უნდა ჩაირეცხოს. და რა თქმა უნდა ამ ორ შორის დაპირისპირება აუცილებლად მოხდებოდა. და რა მაინტერესებს კიდე, ანუ ფაქტია, იყო ეს დაპირისპირება თუ არ იყო და ნუ რო იყო ფაქტია, უკრაინა გარკვეულ წარმატებას აღწევდა. მთელი ეს 6 თვე, მე-7 მთავრდება, რაც ფედოროვი მოვიდა, ფრონტი პრაქტიკულად უცვლელია, კი კილომეტრი, იქით კილომეტრი, რაღაც გადაადგილებები არის, თუმცა ფრონტი ფაქტურად უცვლელია სამხრეთის მიმართულებაზე, ეს ლოჯისტიკურ გზებზე მაგარი დარტყმები მიდის, ყირიმში მაგარი დარტყმები მიდის, სიღრმეებში წავიდა რუსეთის დარტყმები, თუ კი თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი ვერ თანამშრომლობდნენ. აი ამ წარმატებას რის ხარჯზე აღწევდნენ? ტექნოლოგიების ეგ არის მთავარი ჩემი აზრით, ფედოროვმა რაც გააკეთა იყო, რომ მაქსიმალურად გახსნა, ასე ვთქვათ, გზაფართო შორმანცილზე მოქმედი რაკეტების, დრონების და ასე შემდეგ და ძირითადად ვისაც მიყავდა, ასე ვთქვათ, პარადი ამ თემაში, იყო ეს მადიარი, რომელსაც, ნუ, ფრიარ ფოკუსი აქვს მსგავს თეთრებზე, თავისთავად SBU, თავისთავად გური, ყველას აქვს თავისი რაღაცა დრონების და შორმანცილზე მოქმედი ერიჩების
შესაძლებლობები და ანუ მათ ქონდათ პირდაპირ დავალება ამების კეთების და აკეთებდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ველს, დიდ არაფერი იცვლება, ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ საკუთარ პოზიციებამდე რომ მიხვიდე, მოწინააღმდეგეთა შეხებაზე რა მართლა ლაპარაკი, 35 კილომეტრი მინიმუმ არის გასავლელი, ღიაველი, ბრტყელია არ ყველაფერი და რაღაც 5 დღიანი პროცესია, რომ მანქანას რაღაც ჩამოგარდებს და იქიდან მიაღწიო შენ პოზიციამდე. ერეს თუ მიხვედი და გზაში დრონი ადარასკდა, იმიტომ რომ აი სატურაციაა სრული, ყველგან დაფრინავს ყოველ წამს, ერთი თუ ჩამოვარდე, მიცი რა ქვია, 12 კალიბრიანით, მეორე, მესამე, მეოთხე გზებზე, ანუ ჟდუნების ცხედან და გელოდებიან რა. მიუახლოვდებით ხდება. ყველანაირი მექანიზირებული არის გამორიცხული, შეუძლებელია მექანიზირებულის მუშაობა. ხვეითი ისიც სადმე თუ რაღაცა გამწვანება არის, რომ გაძვრე გამოძვრე. სანამ ზაფხულია, ხა რომ ფოტოუცნარო დაიწყება, მე უფრო უარესად ჩაიყინება ეს ყველაფერი. სწორი მიდგომა იყო ეს შორმანძილზე მოქმედი, რაც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობდით, რომ ზურგი თუ არ მოუშალე და მობილური რეზერვები თუ არ მოუშალე, ისე ყოველთვის იპოვიან ერთ ვანიას, მეორე ვანიათი ყოველთვის ჩაანაცვლება, მაგრამ ის ვანიას თუ 3 კვირაა შია, ადგება დაყრეს იარაღს რა, სხვა ვარიანტი არ ექნება ფიზიკურად. და შემიაზე იყო ფედოროვის ეფექტი და არა სირსკის, იმიტომ რომ სირსკი იყო ყოველთვის უფრო ემაზე, რომ ვიჯდებით ჩვენ ამ დათხრილ ორმოში და ავტომატით მოვიგერიებთ ყველას და ყველაფერს და აღარ ხდება ეგრე 2026 წელს, როცა სატელიტი გიყურებს ზემოდან. აი, მოდი ახლა ცოტა მეტი ფედოროზე ვილაპარაკოთ, ანუ რა იყო ის დადებითი ცვლილებები, რომელიც მან მოიტანა, რა იყო, რასაც ვერ გაართვა თავი, ან არასწორად დაინახა და ну ის გადააყენეს ახლა თავდაცვის მინისტრს რომ ვეღარ დააბრუნებს ფაქტია. ხო თვითონ ეს გადაწყვეტილებას რომ შეაფასო ზელენსკის. რავი, დავიწყოთ იმით, ერთი იყო რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა დაიწყო ჯარის გაციფრულება, რაც არის უზარმაზარი პრობლემა უკრაინაში, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ფურცელზე კეთდებოდა აქამდე. ეხლაც ბევრი კეთდება ფურცელზე, მაგრამ რაღაც სისტემა შეიქმნა, სადაც ელემენტარული რაღაცების დაგზავნა და გამოგზავნა შესაძლებელია. თქვენთან რომ ეს flow იყო, მაგის მსგავსი იყო, ეხლაც არის ეს არის შეიძლება შეცვალოს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მისია ასევე ეს დია, რასაც მთელი უკრაინა ხმარობს, რომ სახლი შეიძლება იყიდო ტელეფონით, ანუ არსად მისვლა და არაფრის მსგავსი რაღაც ბიუროკრატია არ სჭირდება. სამოქალაქო სექტორში ძალიან კარგად არის მოწყობილი ყველაფერი. სამხედრო ან ზოგადად საჯარო სექტორში კატასტროფულად ცუდად არის ბიუროკრატიის საქმე და ფედეროვმა დაიწყო ამის გამოსწორება, უბრალოდ არ დასწალდა 6 თვე იყო რაც. კიდევ ერთ-ერთი მისი მთავარი პროექტი იყო TCK-ს რეორგანიზება, უბრალოდ ვერ მოხერხდა, სწორედ დრო არ იყო საკმარისი, რომ TCK-ს რეფორმა გაკეთებულიყო. TCK ეჯავრება უკრაინაში აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს, პროფესიონალ ჯარისკაცსაც, მობილიზირებულსაც, სამოქალაქოსაც, მთელი ჩათები არის, სადაც ერთმანეთს უზიარებენ, აი აქ TCK შევამჩნიეთ და მაგ არ გაიარო. კაი, მოდი ახლა იქნება ვიღაცა ისეთი გვიყურებს, ვინც არის ეს TCK რა არის, ეგ აუხსნათ ძალიან მოკლედ. TCK აბსოლუტურად შეფრება უკრაინა და არ მახსოვს, მაგრამ ეს არის მობილიზაციის ცენტრი, ანუ გაწვევას ვინც უზრუნველყოფს. კი ბატონო. აქამდე იყო რომ მაგალითად რა პოსტით ან სახლში მოგადგებოდა ვიღაცა და ეტყოდა რომ მობილიზირებული ბრძანდებით გამოცხადეთ უახლოეს კომისარიატში ზოგან შეისვალა ეგ სისტემა იმდენად რომ ქუჩაში ხვდებოდნენ ადამიანებს მანქანაში ტენდნენ და ამობილიზებდნენ მასის სურვილი საწინააღმდეგოდ. ნუ ახლა ეგ ცალკე მორალური საკითხია და იმ მაგაზე დავას აზრი არ აქვს მართებულია თუ არ არის მართებული. მე ვთვლი რომ ყველანაირი დრაფტი არის უაზრობა, მაგრამ ბევრი ადამიანი იტყვის რომ არა, როცა ეს სიტუაცია მობილიზება არის აუცილებელი. მაგაზე ჩემზე ბევრაჭკვიანი ადამიანები დაობენ და პასუხი არ არსებობს სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, ცალსახა პასუხი. მაგრამ ის როგორც TCK იდეოდა, შემთხვევაში არ იყო ძალიან კარგი. მობილიზაციაზეც მინდა კითხო, ზელენსკი მათ შორის ეგრეს თქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი თავარი პრობლემა არის, რომ მობილიზაცია დამჭირდება, იმიტომ რომ შემოდგომაზე პუტინი მობილიზაციას გააკეთებს და ამას ჩვენს მობილიზაციით მოგვიწევს, რომ ვუპასუხოთ. და რო ვერ გააკეთა ეს მობილიზაციის რეფორმა, ამიტომ ერთ-ერთი მიზეზად დაასახელა გაშვების.
მესმის რომ 6 თვეში შეუძლებელი იყო ამის მოგვარება და მე თუ მკითხავ 6 თვეში კი არა 1 წელში შეუძლებელია, იმიტომ რომ ხა ვისაც ომში წასვლა უნდა და მაგ ქვეყანაში არის დარჩენილი ის ომში იყო ან არის, ვინც არა და გაიქცა და ვინც დარჩენილია ალბათ იმიტომ არის დარჩენილი რომ ვერ გარბის, ხო რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება შევა მე ყოველ შემთხვევაში და მე არ მჯერა ძალით წაყვანილი ჯარისკაცის მოგებული ომის, იმიტომ რომ თუ შენი ნების აწინააღმდეგოდ ხარ იქ არ ვიცი რა უნდა გაიძულოს რომ რაღაცა დადებითი მოიტანო. ამ პრობლემას როგორ უყურებთ ჯარში, ვინც მოქმედები ხართ, ვინც ფონდზე ხართ? არის ორი, ასე ვთქვათ, ბანაკი. ჩემი ბანაკი არის, რომ მირჩევნია მყავდეს 10 მოხალისე, რომელსაც აქვს სულისკვეთება სამშობლოს დაცვის, ვიდრე 100,000 მობიტი, რომელიც შეშინებულია ლოთობს ნარკოტიკებს სიჩქერეს რამენაირად გადააგოროს დღე და მე სადაც დაინახავს აჩრდილს ყველაფერს ესვრის და მე მესვრის საბოლოო ჯამში. მრავალჯერ ყოფილვარ ამ მდგომარეობაში, როდესაც უკრაინელებს აი ერთ მობიტელს შემთვის დაუხსნიათ ცეცხლი, იმიტომ რომ დედავან ვიღაცა უცნაურიერსახის წვერებიანი ტიპი, უცნაურ ფორმაში და დაპანიკებულები არიან, რა თქმა უნდა, ვიღაც ხახიდა რომ გამოგაკეთოს მარშრუტაში შაქტენით და უცებ ფრონტზე ამოყოფ თავს, იმისგან მეომრის შექმნა არის შეუძლებელი. ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ ადამიანის მეომრის შექმნა. მეორე ბანაკი და მათი არგუმენტის შემიაზე დასაჯებია, ყოველდღე არ ვეთანხმები, არის ის, რომ მე თუ ვმობ, იმან რატო არ უნდა იომოს. და ეგეთი სამწუხაროდ უმრავლესობა ასე ფიქრობს, რომ მე თუ ვმობ, იმან რატო უნდა იომოს. იმან არ უნდა იომოს, იმიტომ რომ ყველას ადგილი არ არის და სამწუხაროდ უმეტესია მკვდარი წონა ხდება ეგ ადამიანი, რომელიც ან სხვისისათრევია, ან დიდ შეცდომებს უშვებს, ან უბრალოდ იმდენად negligent არის, რომ რავი, ზოგს იარაღი უარდება, ზოგი თავის სიანს ესვრის, ზოგი რა. რუსებს აქვთ ამისი პრობლემა 10 მაგად, რა თქმა უნდა, რომ ყველა მობიტია მასთან აბსოლუტურად. და რატომ დავებაზოთ მას? ასევე იგივე ეხება ციხიდან ამოყვანილ ადამიანებს, ხო? მესამეში მესამე პრობლემა, რომ ალკაშკები და ნარკომანები რომ მოაბილიზეს და მე რამხელა პრობლემა ყოფილა, ანუ ხა რატო გიკვირს თუ ეს პრობლემა შეიძლება იყოს, როცა იცი რომ ადამიანი ნარკომანია ან რაღაცა და ან რაღაც უბედურ დანაშაულზე ის და ციხეში და უცებ შენ ამას ავტომატი მიეცი და სადღაც დაუშვი, ანუ ვერ ხედავ რომ ამ პრობლემა დაჩნდება აუცილებლად. შესაბამისად, მე არ ვეთანხმები ამ რაღაც საყოველთაო მობილიზებას და მას, მაგრამ მირჩენ უკრაინას ამ ომში, თანამედროვე ომში, ჩვენ არ ვართ პირველ მსოფლიო ომში, სადაც რაღაც ასობით კილომეტრის ტრანშები უნდა იყოს სავსე. 1 მილიონ ჯარისკაცზე მეტად ჭირდება 1 მილიონი დრონი. და რაც მთავარია, გრძელ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომ მოსკოვი ააწიოკოს. რუსეთთან ომს ველზე ვერ მოვიგებთ ჩვენ, გამორიცხულია ეგ. მოსახლეობა ყავთ უზარმაზარი და უფრო მეც გამორზავნიან. რუსეთს ომი უნდა მოუგოს სახლში, თავისთან. უნდა უკრაინა გახდეს რუსეთის ვიეტნამი და სახლში უნდა წააგოს. ეგ არის ლოგიკა. და ამას რა თქმა უნდა ჭირდა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფედოროვის გადაყენება რატომ მოუწია ზელენსკის, რას ფიქრობ შენ და აქვე ბარემ ახალზეც ვისაუბროთ, ეს ყველა ვნახავ უკვე ეს კადრი, BMP-ი რომ მარიუპოლში გაარღვია ეს რაღაცა ბლოკადა კი არა და გადაკეტილი გზა, არის თუ არა ეს იმ ტიპის ახალი თაობის ოფიცერი, ვინც ჯარს გინდათ, ასე ვთქვა, თუმცა მანამდე მოდი თუ გინდა საუბარი ზელენსკის გადაწყვეტილებაზეც მითხარი. ჩემი აზრით ზელენსკის ჰქონდა ხელები შეფული მონაწილეობაში, ან უნდა დაეჭირა ფედოროვის მხარე და ასე ვთქვათ ახალი სისხლის, რომელსაც არ აქვს იმხელა power base-ი, ასე ვთქვათ, საპორტის უშუალოდ სისტემაში, როგორიც არის უკრაინა ძალიან ოლიგარქიული ქვეყანა, რომელსაც ამხელა საპორტი არ ჰქონდა. მეორე მხარეს იყო სირსკი, უზარმაზარი პოლიტიკური კავშირები, უზარმაზარი ბიზნეს კავშირები, შესაბამისად პოლიტიკოსის პრობლემა ეგ არის, განსაკუთრებით პრეზიდენტის და ლიდერის, რომ ყოჭი უნდა უგოროს ვიღაცებს იმისთვის, რომ შეეძლოს თავის პოზიციაზე ყოფნა, ასე ვთქვათ, და საქმის კეთება. ყოჭი თუ არ უგორე, აუცილებლად შარანაცვლები მე. და დაუგორა ყოჭი იმას, ვის უფრო იყო ამ შემთხვევაში ძლიერი, იმიტომ რომ სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ არავინ არ ელოდებოდა, რომ ამხელა გამოყვებოდა საზოგადოებისგან მიტინგები, აქციები და ძალიან სამართლმო სურათი დაიხატა ჩემი აზრით, რომ რაღაცა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და მთავარსარდალს სვლიან ვიღაც სამოქალაქოები მიტინგებით.
ეგ ძალიან ცუდი ამბავია. და მე მედია დადის და ქუჩაში ეკითხება რაღაცა წოტია ოლგას, ვინ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, რა შუაშია საერთოდ. ჯარისკაცშვილმა არაფერი არ ეკითხა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთ ჯარისკაცს ხმა არ მოაგებინა არავინ არსად, მაგრამ ვიღაცა იმას რა ქვია ბებიას, ყველას კომენტარი აკეთებული ამ საკითხზე, ხო? ნუ რა, ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო ზელენსკის მხრიდან ფედოროვის დაშვება და სკანდალში დაიხუია თავი, მაგრამ არანაკლები მოხდებოდა პირიქით უნდა დაეწყვიტა და სირთულე ჩაენაცვლებინა, მერე აუჟანყდებოდა უკვე შიგნიდან ის ამხელა კონგლომერატი, რაც სისხლის გარშემო არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე მოუწია და ჩემი აზრით სირთულე ისეთი ტიპია, მე რასაც უყურებ, რომ პირიქით ეხლა რაღაცა ძალიან ხლართვებს და საბოტაჟებს დაიწყებს ჩემი აზრით და კარგი არაფერი მოყვა, მაგრამ ეს ახალი კაცი არის ფიგურა, რომელიც სადაც ჯარში აქვს ავტორიტეტი და რომელიც შეძლებს აი იმას, რომ სტრუქტურა არ ჩამოიშალოს და ხა ომში თუ სტრუქტურა ჩამოიშალა, ხა სულ ვიძახი ხოლმე, რომ ეხლა რაც ხდება მან უკრაინაში აი ამ თავდაცვის რეფორმა დავარქვათ ამას რა. ეს რო იყოს 2014-2022 წლის პერიოდი, იქნებოდა ძალიან ჯანსაღი, კარგი ამბავი უკრაინისთვის, ახალი სისხლი მოვიდოდა და გაჯანსაღდებოდა. აი ხა ომში რო ხდება ეს турბულენტობა, ეგ მაშინებს ცოტა და ეს ახალი თავარსარდალი არის ტიპი, რომელსაც აქვს ნდობა, ავტორიტეტი ჯარში და შეძლებს რაღაც წარმატების მიღწევას. მას აქვს ნდობა, მას აქვს ავტორიტეტი, აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, მაგრამ ეხა მე ვერ ვიტყვი, მაგალითად მიზაკეთებულ ბევრ საქმეს, მაგალითად, კონტროლ არ ვიცი. შეიძლება ძალიან ბევრ საქმე ეკეთებული, მაგრამ მე პირადად არ ვიცი. ჯარისკაცების, უკრაინელების მიდგომა არის, რომ ერთი ჯობია. ცალსახად. რამდენად შეძლებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ამ, ასე ვთქვათ, კლასტერებისა და ბლოკების დალაგებას და ყველასთან საერთო ენის გამონახვას და ასე ვთქვათ, ერთ ხაზზე დასმას, ნუ ეგ იქნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, ჩემი აზრით, რომ არიან სირსტისადმი ლოიალურები ძალიან, არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად მესამე ბრიგადის მეთაური არის ღმერთი და მის გარდა არავინ არ აინტერესებს, ერთადერთი არიან და ნუ შესაძლოა დიდი გამოწვევა იქნება მისთვის, რომ იყოს გამაერთიანებელი. თუ ამას შეძლებს, ეს იქნება ძალიან კარგი ამბავი. მაგრამ რამდენად მაგას სჭირდება რეპუტაციისა და კაი სადგერძელოს გარდა სხვა რაღაცებიც სჭირდება. ვინც გვინდა ყველას, დიცას, პატარასაც, ჯარისკაცსაც და ასე შემდეგ ბუდანოვია, მაგრამ ბუდანოვს არ აკარებენ ცოცხალითავით იმას რა ქვია, სამხედრო მეთაურობა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ადრე თუ გვიან ჩემი აზრით სხვაჯერ აღარ დარჩება. იმიტომ რომ ბუდანოვი არის ყველგან პატივცემადი ადამიანია, ყველას თან აქვს ასე ვთქვათ რეპუტაცია კარგი და შესაბამისად ის ფაქტი რომ მას შეუძლია იყოს გამაერთიანებელი არის ძალიან ნათელი. მაგრამ ნუ მივცეთ შანსი ამ ახალ ადამიანს, რომელიც უკრაინის ნაციონალური გმირია და უშუალოდ მეთაურებს, ბრიგადების მეთაურებს მოუწევთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაკეთება, ჩემი აზრით. იქნებიან ერთგული სამშობლოს და სამშობლოს ინტერესების თუ იქნებიან ერთგული თავისი უშუალო ვიღაცა პატრონის. აი ინდივიდუალურად თითოეულ მათგანს ამ გადაწყვეტილების გაკეთება მოუწევს და ეს გამოჩნდება რა. ესაგებია. მე მგონი ამ მომწვევად ვილაპარაკეთ, თუ რამის დამატება არ გინდა და თუ შეგიძლია მოკლედ ამიწერე ფრონტზე რა სიტუაცია თუ გაქვს რამე ინფორმაცია განსაკუთრებით კონსტანტინოვკის მიმართულებით, მე რაც ბოლოს ნახე იყო ნაცრისფერი ზონა პრაქტიკულად ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს. შენ რა ინფორმაცია გაქვს მოკლედ ამაზეც რო ვისაუბროთ და მგონი დავასრულოთ. კონსტანტინოვკის მიმართულებაზე ზოგადად კონსტანტინოვკა ყოველთვის იყო ძალიან პრორუსული ადგილი, მრავალი თემა გატარებული მან და უცხოეს რო ხედავდნენ ფოტოს გიღებდნენ და აგზავნიდნენ სადღაც და ასე შემდეგ. მე რო უკრაინულად ვლაპარაკებოდი, ისინი პრინციპულად რუსულად პასუხობდნენ და ფულს რუბლებში ითვლიდნენ და არა გრივნებში. ანუ ეგეთი მოსახლეობაა დროადი. უშუალოდ რუკას რო დახედო არის ასე ვთქვათ no man's land-ი არის ნაცრისფერი ზონა, იმიტომ რომ 35 კილომეტრი არის საკუთარ პოზიციებამდე და ეს არის ასე ვთქვათ ორ პოზიციებს შორის და შიგნის შესვლა ნუ ხერხდება რაღაცა აშინელი უამინდობის პერიოდში ორი კაცი თუ შეძუნძულდება სადღაც და რაღაცა ორმოში დაიმალება. და ნუ დავსი ისინი არავის არ უკავია და უშუალოდ დასახლებული პუნქტი, მოსახლეობა არის კიდევით, რამდენადაც ვიცი, ბევრი არა, მაგრამ არის, ვინც არის ის ყველა პრორუსია დარჩენილი. ეგ ეწოდებული ჟდუნი ადამიანები ხო რო ელოდებიან გათავისუფლებას, ჩვენ გვინახავს ეგეთები. და რუსეთთან გაათავისუფლებს, აი ეგეთები,
და ხა უკრაინა რამდენად შეეცდება შეტევას მართლმართულებით, რომ ეს გაპარტახებული რაღაცა სოფელი დაიბრუნოს. ნუ ნახოთ, ჩემი აზრით იქნება დიდი რესურსების კარგვა, როცა რეალურად შესაძლებელია, რომ მახეთ გამოიყენო, მოუშვა და ამობრუნო თავის პრორუს მოსახლეობიანად რა. მე მასე ვიზამთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე არ მეკითხება. სხვა სიტყვას ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგ თემაზე. ძალიან დიდი მადლობა. დღეისთვის სულ ეს იყო, ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. მე და რატი პერიოდულად გავაგზავნებთ ხოლმე მსგავს ტიპის ინტერვიუებს. კიდევ ერთხელ ბოდიში მაყურებელს რომ ვერ ვახერხებ უფრო აქტიურად ჩემს არხზე ვიდეოების დადებას. მადლობა დღეისთვის სულ ეს იყო დროებით.